სოფელი მუხურა ერთადერთი მაღალმთიანი სოფელია ტყიბულის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ამ დრომდე საბავშვო ბაღი არ ჰქონია. სოფელში, სადაც 500 ოჯახზე მეტი ცხოვრობს, მშობლებს ბავშვების ტარებას სააღმზრდელო დაწესებულებაში რამდენიმე კილომეტრის მოშორებით რაიონულ ცენტრში უწევდათ. ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით მუხურაში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის აღზრდა განათლების უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გარემო შეიქმნა. ჩვენ სოფლებში პირველი არის ბაღის გახსნა, ნამდვილად საჭირო იყო, რაც აუცილებელი არის საგანმანათლებლო პროცესისთვის და ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა. ბავშვები დაგვყავდა ტყიბულში, არ იყო ბაღი არ ფუნქციონირებდა. სოფელში ჯერ აქამდე არ ყოფილა საბავშვო ბაღი, ეს იყო სენსაცია ისედაც, რომ რატომ არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც იქნა, გაიხსნა ზუსტად ჩვენი ხელისუფლების პერიოდში. დღეს კი ხედავთ, რომ არიან ძალიან ყველა ბედნიერები, მშობლებიც, ბავშვებიც, გვაქვს საუკეთესო გარემო. მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო რამდენიმე წლის განმავლობაში სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო სოფელ სამტრედიაში, თუმცა დღეიდან თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ ბაღში სიარული უკვე 50-ზე მეტ აღსაზრდელს შეეძლება. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოიწყო რეკრეაციული სივრცეები და გასართობი ადგილები, მოიწყო მზის პანელებიც. გარემო ძალიან კარგია, ფერები მოწესრიგებული არის ყველანაირად, სათამაშოები, რა ვიცი, წიგნები, ყველაფერი რაც უნდა ყვება, ყველაფერი შესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მუნიციპალური განვითარების ფონდი იმერეთის რეგიონში 25 ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, საიდანაც უკვე დასრულებულია 6-ის მშენებლობა და 3-ის რეაბილიტაცია. პროექტები ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამის მნიშვნელობიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ დაანონსა ახალი პროგრამა, რომელიც მოიცავს 895 საბავშვო ბაღის მშენებლობა რეაბილიტაციას. პირველი ეტაპის ფარგლებში 253 საბავშვო ბაღის მშენებლობა რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით და დაფინანსებით ამ ორივე სოფელში ჩვენ გავხსენით ახალი სასწავლო სხვადასხვანაირი განათლების სასწავლო დაწესებულებები და რასაკვირველია ვულოცავ ჩვენი თითოეული მუნიციპალიტეტის მოქალაქეს, ჩვენს აღსაზრდელებს, მათ ოჯახებს. ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 61 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით 885 ბაღის მშენებლობა რეაბილიტაციას ითვალისწინებს.